მოგესალმებით ძვირფას მაყურებლებო, დღეს მე წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს და პირველ რიგში გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და დავიწყოთ, რა თქმა უნდა, საინტერესო ფაქტები. გრიზლი ჩრდილოეთ ამერიკის ბინადარი დათვია. იგი ერთ-ერთი უდიდესი და მრისხანე მტაცებელია. გრიზლი ძირითადად მცენარეებით იკვებება და ზამთარში ძილი უყვარს. მას ადვილად შეუძლია ფართო მდინარეების გადაცურვა და ძალიან ოსტატურად იჭერს თევზს. გრიზლს ასევე უყვარს თოფი და ფიჭა. მაუნა ლოა მსოფლიოში უდიდესი მოქმედი ვულკანია და ჰავაის ერთ-ერთი კუნძულზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4169 მეტრია. იგი უკანასკნელად 1984 წელს ამოფრქვა. კარგად დაალკვირდით, ჩემო მეგობრებო, თუ როგორ ირკვევა მაუნა ლოა. ძალიან საშიში ჩანს. დედამიწის უდიდესი კუნძული გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთან მდებარეობს, თუმცა ევროპის ქვეყნის დანიის დაქვემდებარებაშია. სიტყვა გრენლანდია მწვანე ქვეყანას ნიშნავს, თუმცა კუნძულის უდიდესი ნაწილი მყინვარებითაა დაფარული. როგორც ჩანს, მეგობრებო, ძალიან ცივი ადგილია გრენლანდია და ძალიან ყინულოვანი. გადავიდეთ შემდეგ ფოტოზე. ბაიკალის ტბა დედამიწაზე ყველაზე ღრმა და ძველი ტბაა. მისი ასაკი 25 მილიონი წელია. სიღრმე კი 1642 მეტრი. ტბა მტკნარი წყლის უდიდესი ბუნებრივი რეზერვუარია. როგორც ჩანს, ძალიან დიდი მდინარეა, მეგობრებო. ბაიკალის ტბაში 336 მდინარე და ნაკადული ჩაედინება და მხოლოდ ერთი მდინარე ანგარა გამოედინება. ტბაში 2690 სახეობის მცენარეა და ცხოველი ბინადრობს, რომელთაც 203 ენდემურია. მხოლოდ ამ ტბაში გვხვდება ძალიან ბევრი მცენარეებია და ასე შემდეგ და ძალიან ღრმა. როგორც დააკვირდით ფოტოზე, ჩანს, რომ ძალიან ღრმა არის და გადავიდეთ ბოლო სურათზე. ტაიგა აზიის კონტინენტზე საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაზე გავრცელებული. ტაიგის ტყეშემქმნელი ჯიშებიდან აღსანიშნავია წიწვოვანი მცენარეები: ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, ლარიქსი და კედარი. როგორც ჩანს, ჩემო მაყურებლებო, არის ძალიან ბევრი ხე და ძალიან ბევრი ბუჩქები. აქ არის ძალიან ბევრი მცენარე, იქნება ხვლიკები და ასე შემდეგ. და მე მინდა გამოიწეროთ ჩემი არხი. მინდა რომ ჩემო მაყურებლებო, გამოიწეროთ ჩემი არხი, დალაიქოთ და კომენტაროთ, რა თქმა უნდა და რავი, ეს იყო ჩემი ვიდეო. ნახვამდის მომავალ ვიდეომდე. მადლობა ყურადღებისთვის ყველას.